გამარჯობათ მეგობრებო, ყველა სიხარული ბედნიერება და ყველაფერი კარგი და რა თქმა უფალი იყოს ჩვენთან. ჩვენ კიდევ მივდივართ, კეცავთ, ვერ დავკეცეთ, ფიქრები მოდის, ფიქრები მიდის, მაგრამ მოსვენებას არ გვაძლევს და მიდის მთელი ორომტრიალი. ჩემო მეგობრებო, ცოტა ისეთი საუბარი მინდა გავაბა. არ მინდა თქვა, რომ ეს სიტყვა სამწუხაროდ იცი რა არის, განა ეს პრეტენზია ჩემია რაღაცა, კაცია და გუნება რა. აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ არის ადამიანი რაღაცა აინტერესებს, არ აინტერესებს, ზოგს ყველას თავის ინტერესია. და რატო თქვი ახლა მე რომ ახლა ესეთ ვიდეოს გავუშვეთ, რომელიც ბევრს არ დააინტერესებს, მაგრამ მე მგონი საინტერესო იქნება, იცით თემა, რომელიც მგონი ყველა შეეხება. შეიძლება ახალგაზრდულ ასაკში, როცა ახალგაზრდა ხარ, ამას ვერ ხვდები, მაგრამ გამორიცხულია, რომ გახდები 30-ს, რომ გადაციდები 40-45-ს. და უფრო მე ასაკში რომ შედიხარ, ვარიანტი არ არის, რომ ამაზე არ იფიქრო, იმიტომ რომ ეს თემა ჩვენი ცხოვრების რეალობაა და ჩვენი ცხოვრების ფაქტია. შეიძლება ამ გარემოებაში არ ვილაპარაკოთ, მაინც ისევ სივცე, მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ აქვს და შენ ამ მანქანაში ხარ, გარეთ ხარ, თასში ხარ, ეკლესიაში ხარ, მუზეუმში ხარ, კაბინეტში ხარ, თუ სადაც არ უნდა იყო, ეს გზნობა არ შორდება. რა გზნობა რა არის, რა გზნობა ეს ამისთანა და რაღა გაგაწვალო ჩემო მეგობრებო და ამ გზნობას ქვია სიცარიელე. ალბათ ყველა მე სიტყვა რო გაიგეთ ეხლა ხო? ალბათ ასოციაცია მოგივიდა, ვარიანტი არ არის რა. აი დავიწყე ბავშვობიდან, აი თუნდაც ჩემი შეგრძნებიდან გამომდინარე ან იმელი შეგრძნება, ალბათ დამეთანხმებით ეს არის აი წარმოიდგინეთ, გაიხსენეთ თქვენ თამი 3, 4, 5, 6 წლის ბავშვი ხარ და სახში ხარ, დედა ყავს, მამა ყავს, გეფერებია, აი ხო? როგორ ხდება ხო? იმიტომ რომ აიტო როგორ არის ნათქვამი, რომ 7 წლამდე ბავშვს უნდა მოეფერო, მშობლების არის. 7-დან 14 წლამდე ბავშვი უნდა აღზარდო. და აი 14 წლიდან და ზემეთ უნდა იყო ბავშვის მეგობარი. აი ეს 3 ფორმულაა, ხო? და ვინაიდან მე ხარ თქვი ბავშვობიდან იქიდან გამომდინარე და ეს ფორმულა რაც არის ზოგადად და ალბათ დამეთანხმებით ამაში და მე უკვე ეს არის ცხოვრების წესი შეშვილებთან, დიშვილებთან და რაღაცა ეს ვარიანტი არა, აი ჩემი აზრით და ფსიქოლოგების აზრით და მგონი ჩემი გამოცდილებით არამატო აი ჩემზე არ ლაპარაკობ ზოგადად ეს არის ოქროს წესი. პირველი 7 წელი ბავშვი უნდა მოეფერო, 7-დან 14-მდე უნდა აღზარდო და 14-დან ზემეთ უნდა იყო მეგობარი და მაშინ ეს კარგია. მაგრამ ეს სხვა თემა, ამაზე ალბათ ვერც ვილაპარაკეთ, მაგრამ მე მინდა სიცარიელეზე და წეღანაც რო თქვი, აი პირველი სიცარიელი ალბათ თქვენ თავში გაიაზრეთ. აი წარმოიდგინეთ, დედა ყავს სახში რაღაცა და უცბად დარჩი სახში მარტო. არ გქონიათ ასე შემთხვევა? ამას მე ვიძახია 4, 5, 6 წლის ასაკში. და ეხლა თავისთავად ყველა ბავშვი თავისებურად გამოხატავს, მაგრამ 80-90% ის ბავშვი, რომელიც სახში იცნობს უცბად, ეს ხო შეიძლება დედამ დაგტოვოს ან მამამ დაგტოვოს რაღაც 1 საათი, 2 საათი და კი, შეიძლება რაღაც თამაშობი გართული ხარ, მაგრამ მომენტებში უცბად მოგბეზდება ეს თამაში და მე უცბად გაიაზრებ, რომ შენ მარტო ხარ. და აი ამ დროს მოდის ეს სიცარიელის ცნობა. არ გქონიათ მასე? რავი, მე მქონდა და ალბათ თქვენ დამეთანხმებით თამაში. აი ეს სიცარიელი ცნობა, რომ რაღაცა ის არ არის, რაც უნდა იყოს. ესე იგი, თავისთავად რომ დედა არ არის, მამა არ არის და შენ აქ მარტო ხარ და რაღაც შიში ზოგი შეიძლება ტენი დაიწყო, ზოგმა დაფიქრდეს, ზოგმა რაღაც თავისებურად გამოხატოს ეს ემოცია, მაგრამ სიცარიელი ეს ყველაფერი მოდის შიშით, რაღაცა ეს მოდის სიცარიელიდან. რომ შეგეშინდება მე დედა ან მამა რომ მოვა, უკვე გიხარია და უკვე შეივსებ.
მე უკვე ნახეთ 7-დან 14 წლამდე ეს როგორი ასაკია, აი თქვენ თვითონ რომ აი მეგობრებთან ყოფნა, აი თქვა ერთ მეგობრ, აი კლასელთან მეგობრობთან, მეზობელთან და იმასთან გიხარია ყოფნა, ხო? აი იმასთან აი სულთან მეგობრული ის რო ირთობა, ხო, კავშირი. ფაქტობრივად მაშინ იწევ ხო მეგობრს, ნუ ბავშვობის მეგობარი რა, რომ რაღაცნაირად ერთად თამაშობთ, ერთად რაღაცა გიხარიათ, ერთად ეშმაკობთ, ერთად რაღაცა, ნუ მაიმუნობთ რაღაცა და ერთად გააქვს ეს ურთიერთობა რა. და გაიგზავნეთ მეგობრება, აი მეგობარი ყავდა, უცბად რაღაცა შენ ხედავ რომ შენ ამ მეგობართან ახლოს ახლა და უცბად ეს შენი მეგობარი ვისთანაც შენ გიხარია ყოფნა რაღაცა ხედავ ის სხვასთან წავიდა. მე გიჭირ ნუ ეჭვის თვალი და აი მაშინაც აი ჩაიხედე თქვენ გულებში რაღაცნაირად სიცარიელი არის ხო ამ ეს ხო ჩემი მეგობარია და რატო წავიდა იმასთან ან იმასთან რატო გააცინა ან გოგო აი განსაკუთრებით გოგოებს აქვს ეს შეგრძნებები ბიჭებს ცოტა ისე მაგრამ მაინც საერთოდ რა მნიშვნელობა გოგო თუ ბიჭი აი რაღაცა მეგობარი რომ სხვაგან გაიხედა და შესკენ უფრო ყურადღებით არაა და რაღაცა სხვა ინტერესი წავა რაღაც სიცარიელი გზნობა იქნება ხოლმე აი თქვენ აი ისე მეურდე რა გაიხსენეთ ეს ამბავი მე მოდი 17 წლიდან უკვე რომ აღლა და ფაქტობრივად თელ ცხოვრებაშიც არის აი წამოგე 17-დან 30 წელს ახალგაზრდა ენერგიით ხარ სავსე მაგაცები ყავს მეგობრებიც აკავს მაგრამ ხედავ რომ რაღაც მომენტში ადრე ჩვენ დრო ტელეფონები იყო და მე ხედავ რომ რატომაც ვიღაცამ არ დაგირეკა შენ თუ არ დაურეკე ის არ დაგირეკავს მე ფიქრობ რატო მე აი ხო ხდებით აი რას ვამბობ და მე აი თქვენ გაიხედეთ გამოიხედეთ აი რამდენს ვთქვი მე თუ არ დაურეკე ის არ დამირეკავს ან თქვა მე თუ არ ვჭირდები ის არ დამირეკავს და აი აქაც ეს სიცარიელის აურა თუ როგორ ვთქვა ეს იქნება სიცარიელი იქნება ხო აი ჩავიხედოთ ჩვენ გულებში სექცია არის თქვა 30-31 წლის ასაკამდე მაგრამ უყურეთ 30 წლის შემდეგ ფაქტობრივად ყველა დასაქმებული იყო ინსტიტუტის უნივერსიტეტის დამთავრებული იყო ჩაფრული ხარ შენ საქმეებში იქ საოჯახო იქ ფინანსური იქ სამსახურები რაღაცა და უფრო აი ეს ფიქრები რაც შენ 17-დან 30 წლამდე გაწუხებ და მეგობრო ისე არ გაწუხებს რა თვითონ დაკავებული ხარ მაგრამ უცბად რაღაც მომენტებში აი ხო მუშაობ წვალობ მოხვედი სახში რაღაცა და რაღაც სიცარიელი ცნობა გაქვს იმიტომ ფიქრობ არა რის გულისთვის მუშაობ აქ უკვე როგორი შეგრძნები მოდის ხო აი თითქოს იქ ცოტა სხვანაირად შემოხედა ამ ქმარმა შემოხედა ან შვილი რომელიც უკვე პატარა იმას სხვაგან შემოხედა და რაღაცა ირღვევა და რო დაარკვევა აი რა ხوارია უკმაყოფილება კი არ არის აი ისე აი ეგ მოდის სიცარიელი მიუხედავად იმისა რომ დასაქმებული ხარ მაგრამ ეს გრძელდება რაღაც 30-დან 45 წლამდე მეგობრებო მე რასაც ვამბობ ეს ჩემი პირადი აზრია მე ამას არ ვამტკიცებ მაგრამ მე მგონი ბევრი ამაში დამეთანხმება მე მოდის ასაკი 45-დან 60 წლამდე სიტყვა 60-65 წლამდე უკვე კაცი ხარ შვილები ყავს და ხედავ რომ შენი შვილი ან შვილიშვილი ხედავს ისე როგორ გითხრათ ამ პრობლემა შეეჯახა რაც შენ თავი დროზე შეეჯახე ესე იგი აი ხედავ ხოლმე რომ ეხლა მე არ გადავარ ტექნოლოგიაზე აი ხედავ აი 17-18 წლის შვილი ყავს ან შვილიშვილი ყავს და ისიც ფიქრობს აი მე მეგობარი არ ამყავს ისე იმიტომ რომ რაღაცა იმან არ დამირეკა და სიცარიელის გამო ხდები ამას რაც ხდება და შენ კიდე რაღაცნაირად urჩიო მაგრამ ბოლომდე ვერ urჩევ კი არა კაცო ის არა უშავ მე ყავა მაგრამ იმ ახალგაზრდა შვილიშვილს უნდა უფრო თავისი ახლობელი ახლა შენ კი მამა ხარ ბაბუა ხარ შენ მაგასთან კი ხარ მაგრამ იმას სულ სხვა რაღაცა უნდა სიცარიელე და ამ დროს უკვე შენ რო ხარ 55-დან 60 წლამდე შენ ფიქრობ კაცო რომ გადახედავ მეც ხო ხედავ ჩემა მეგობარო რომელთანაც 20 წელი მეგობრობდი ან თქვა 15 წელი მოდივარ და უცბად დავავიწყდი იმასაც არ დაურეკია მე შენ ფიქრობ კაცო მოდი მე დაურეკო აი ხო ხდები აი ამ კომბინაციაზე ლაპარაკობ მაგრამ აქაც სიცარიელის ცნობა მოდის მე მოდის უკვე ასაკი 65 წლიდან და მაღლა თუ ეს უკვე გააჩნია როგორი ხარ მაგრამ მე ეხლა მე მაგ ასაკი არა მაგრამ გავლილი ჯეჯირობით ალბათ მაგრამ მე სოფელში თქვა მოხუცებთან რო დაждე მე მაგათი გიждები მოხუცებთან ჯდომით
მათი ცხოვრების ორი გამოცდილების მოსმენა მიყვარს და შენ ვცნობ, რომ ზოგიერთი მოხუცი ძალიან მაგარია, ზოგიერთი მოხუცი მე სულ სხვა რაღაცას გულებ. საინტერესოა, აი თქვა ადამიანს კითხავ რაღაცას და იმდენ რაღაცას მოგიყვება იმას, იმიტომ ის სავსეა და მეორეს მოგიყვება, მაგრამ რაღაც ცარიელად გაატარა ცხოვრება და რაღაც არასაინტერესოა იმ სულას სიცარიელად ცნობს, მაგრამ მაგას არ აქვს დიდ ნიშნობა, მაგას მე კიდევ განვავსო ისე თქვამი და მაგრამ აი აშკარად ცარი აი სუფრის ორღობეში ნახეთ, ან თქვა მიჟაზე მოხუცები რო ზიან და მათ თვალებში ჩახედეთ და კი შვილები ყავს, შვილები ყავს, რაღაცა ხუმარაც არის, რაღაცა ხიარულიც არის, მაგრამ თვალებში სიცარიელის შეგრძნება მოდის. აი მე ვგზნობ ხოლმე, თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენ ვგზნობ? მე ვგზნობ. მეორდები ეს ჩემ პოზიციას ვიძახით, რომ თქვენ კომენტარების სახით თუ დამიკავშირდები და დისკუსია წავა ამ თემაზე, მე მოგისმენ და იქიდანაც ვერ დასკვნას გამოვიდეთ. ნუ საერთო ჯამში აი ესე ასაკობრივად ჩამოთვალე და ფაქტურად არის სიცარიეზე ლაპარაკობ. აი ამ სიცარიელეზე რაც ახლა მე შევეცადე რომ გამომესახები და აი ამაზე მინდა ცოტა რაღაცნაირად განვავსოთ თქვენი დისკუსია. ეხლა რასაც მე ვამბობ, აი პირველი მიზეზი და საიდან მოდის ეს სიცარიელის შეგრძნება, რასაც თქვა ფიზიკური მოქმედებიდან და ეტაპი ისმევა, საიდან არა იყო, გინდა შუასაკის იყო, გინდა ჯელი იყო, რა გავაკეთო, ხო? და ასევე ოპონენტიც იქნება, რა უნდა გააკეთო და უნდა იმუშაო, ჩართული უნდა იყო, რომ და ნებისმიერი უმეტესი ადამიანი გიორა შენ თუ ჩართული ხარ შენ ასე რაღაცებზე არ ფიქრო, მაგრამ ვარიანტი არის მაინც გამოგა და კითხვა რა გავაკეთო, აი ზედა რა გავაკეთო, არ ვიცი, რა გავაკეთო და აი ეს მთელი ცხოვრების ხაზზე მოკვება და ისე შეიძლება ასაკში შეხვიდე და მე ვფიქრე რა გავაკეთე, თავიდან ამოდი რა გავაკეთო და მე უკვე წლები ვაგრო მე რა გავაკეთე და მე უკვე ადამიანები ეჯიბრებიან აი მე ეს გავაკეთე, სახლი ავაშენე, ის გავაკეთე, ეს გავაკეთე, შვილები გავაჩინე და მაგრამ უყურეთ, აი დარწმუნებული რომ უმეტესებას, ხო, აი ადამიანები შვილსო გავაჩენ და საკუთები დედები, ხო, ამ ხელი ენერგიას ხარჯავენ შვილს, პატარა შვილს გადაყრება, გაიზრდება და მე შვილი რომ გაიზრდება და თავი გზად სორს მოიყვას, ან გადხოდება და მიდის სახლიდან და იყურება აქედან ძალიან სიცარიელეს აქცნობს თავს, ხო? აი რამდენია, ხო? აი რატო ახომე სიძე და რა ქვია, დედამთილი და ძალი რატო ჩხუბობენ, იმიტომ რომ დედა უფუნქციოდ რჩება, შვილი გაზარდა უკვე და შვილმა შექმნა თავისი ოჯახი და აღარ იცის რა ქნა და სიცარიელეში გწნობს თავის თავს და მე ან ძალს უკმეანს ან ახლა კაი გაგებით ვიძახი რა ანისა და ენერგია რაღაც უნდა დახარჯოს. აი პარადოქსია, ხო? რატო ხარჯავს ამდენ ენერგიას? შენი რა საქმეა, კაცო, იმ შენ შვილს, შენი ოჯახი აქვს, თავისი ცოლი ყავს, თავისი ამბებია, მაგრამ დედა მაინც ეჭხება და ნუ მე იმას ვუძახი, რაც კლასიკურად არის და რატო მოდის ხოლმე კონფლიქტები, ხო? მაგრამ მიზეზი რატოა? იგივეა, იმიტომ რომ ის დედა ქმარი აღარ აყავს, ისა და შვილი ყავს ერთადერთი და რა ქნას და ცარიერად აქცევს, თავ აღარ იცის რა გააკეთოს. უნდა დახარჯოს ის ენერგია, ამიტომ შვილი გაზარდა მთელი ენერგია და ეს აკვედურები ხო იცი, აი მე ჩემი შვილი გავზარდე და მე საწყალი ეს ძალიც უკვე აღარ იცის და ეს საწყალი კაციც ცოლის აზე გადავიდო თუ დედის აზე და ნუ კონფლიქტები რა ზოგადად როგორც ხდება რა. მაგრამ მიზეზი არის სიცარიელი, რომელმაც ის ხალი გზნობს, რომელმაც გაზარდა თავისი შვილი და ნუ აღარ იცის რა ქნას. მე შვილი თუ შვილი გამოჩნდა ოი საოცრება რა კარგია, ბებია ხარ, გადაყები ამ შვილიშვილებს და შვილიშვილებსაც როგორ უყვართ ბებიასთან და ბაბუასთან მოსვლა, მაგრამ ოი საოცრება თუ სოფელში ეს ბებია და ბაბუა, რა ქვია, ეს შვილიშვილები მიდიან ქალაქში და ელოდებიან მომავალ ზაფხულს და მთელი ეს 6 თუ 7 თუ 5 თვე ზამთარში ისევ სიცარიელი რეალებს მათ აზროვნებაში და კი აკეთეს იქ ძროხას შვილის რაღაცა დასაქმებულია, მაგრამ სიცარიელი მაინც ტრიალებს გარშემო. სიცარიელი და რა ვიცი, აი მონიკა კაკათავსი რა, თუ აი სათქმეს გებულობ მე ისეთ მომენტად და აი ამ სიცარიელზე მინდა ვილაპარაკო. ეხლა თქვენ უფრო კარგად აღწერთ ამ სიცარიელს
ეს მე ჩემებურად ავწერი, მაგრამ საერთო ჯამში აი სიცარიელეს რა ვუყოთ. რა თქმა უნდა, უმეტესი ადამიანი გეტყვის, რომ უნდა იყოს დასაქმებული. ეხლა მოხუცები რო ზიანს კამზე და არაფერ პენსიაზე ვარ და რა გავაკეთო და ისა და ნუ არ ვიცი და ისა და უმეტესობა მასია, მაგრამ იმიტომაც ეშინიათ ხო ასაკში რომ მიდის ადამიანი და პენსიაში ცოცხალი თავით არ უნდა წასვლა, იმიტომ რომ პენსიაში რო წავა მე რა უნდა გააკეთო და შიშია და ისიც ვიცით რომ რამდენი ადამიანი გასულა პენსიაში და 3-4 წელიწადში გარდაცვლილია, იმიტომ რომ ფუნქციოთ არის. და ზოგი მეტყვის რომ აი გამოსავალი, იმიტომ რომ ფუნქცია არ უნდა დაკარგოს ადამიანმა და ამ სიცარიელის ცნობას ვერ იცნობს. 70% მართალი ხარ, ადამიანს ფუნქცია რო არ, აი რო არ, ეხლა ფუნქციას ათეს გვილაპარაკე ეხლა ასაკში რო ხარ ხო? რითი შენ ეხმარები შენ შვილების გაზდაში, იქ სკოლაში წაიყვან შვილს რაღაცა და კარგია. მაგრამ საქმე იმაში რომ მაინც არიერად აქვს რომ ცნობენ თავს, კი რა თქმა უნდა დაეხმარო შენ შვილის, მაგრამ მაინც რაღაც აი არ ყოფნით და მით უმეტეს მაშინ როდესაც მეუღლიან მეუღლე გარდაიცვლება და რჩები მართლა ეს სხვა თემა, მაგრამ მოდის საერთო ჯამში მოდი ვილაპარაკოთ სიცარიელეზე და ეხლა ზეგანაც რო თქვი სიცარიელე რომ მოისურვოს უნდა იყოს დაკავებული კი ახალგაზრდობაში ხარ დაკავებული, მაგრამ დამეჯმეთ ახალგაზრდები არიან დაკავებული, მაგრამ სიცარიელეს მაინც ცნობენ. თუ ისე სიცარიელე აღწერეთ, ხო? და სამწუხაროდ ამ სიცარიელეზე რომ ფიქრობ, მე აუცილებლად ფიქრობ სიკვდილზე. აი, მასე არ არის, აი ფიქრობ, აი ეს რა არის და ძალაუნებელს თუ სიკვდილიც მოდის და აი შენ მე რა სინანული ცნობა მოდის, რომ მალე ხვალ ზეგ მე ამ ქვეყნიდან წავა. ან როდესაც მოვაწავა და ამ სიცარიელეში რო გავატარე ეს ცხოვრება ეს მომენტები რო იყო ხშირად, ვერ მოდის სევიდის გზნობა. აი, რაღაცა გადაყულია, გადაჯაჭვულია. რა უყოთ, აი ხواسი, ხო, აი რა უყოთ ამ სიცარიელეს და მე უკვე სიკვდილზე ფიქრობ და მომავალს ვყავ. ეხლა მორწმუნე ადამიანები, აკია, რელიგიურ ადამიანებს, რომელსაც ჯერათ იმ ქვეყნიური ცხოვრების და ამის პრობლემა არ არის, იმიტომ რომ მორწმუნე ადამიანი ემზადება მომავალი ცხოვრებისთვის. ეკლესიური ცხოვრება და ასე შემდეგ და დააკვირდეთ კიდევაც რომ ფაქტიურად ესეებში რო შედიან უმეტეს ეკლესიაში რო შეხვიდეთ უმეტესად მაინც ასაკოვანი ხალხი შედის, იმიტომ რომ უკვე ფიქრობენ იმ მომავალზე. ეხლა ახალგაზრდა კიდევ არ ფიქრობს, კიდევ კი ეს სხვა თემა, ეხლა შეიძლება სხვა იმაზე გადავედეთ, მაგრამ აი ისეთ თქმამი და ისე აი როგორ აკეთებთ რა. აი სიცარიელეც რო გზნობ შენ თავს, სიცარიელე ხო ახსენე ეს ეტაპები, ხო? აი ვარიანტი არის სიკვდილზე დაეწყებს ცხოვრებას და ეს რელიგია ამაში გეხმარება, მაგრამ მე უკვე სხვანაირად მინდა მივუდგე, როგორ შევავსოთ ეს სიცარიელე, რომ ეს შიში და სინანული ცნობა არ კონდეს. ჩვენ რომ მივადგებით უკვე უნდა გადასახდე ამ უკვე სიკვდილს ხდები ახლა 60, 70, 80 წლის ახლა იცი რომ ხვალზე უნდა გარდაიცვალო, მაგრამ შენ არ გინდა იყოს სავსე და ცარიელი არ იყოს, სიცარიელეში არ იყოს და ну ზოგადად, მაგრამ მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ხო განვიხედავთ 10 წლის, 15 წლის, 20, 30 წლის, აი სიცარიელე და რა უყოთ ამ სიცარიელს, ამ სიცარიელემ ჩვენ არ შეგვაწუხოს. ეხლა მეგობრებო, აბა ზოგიერთი მიყვება და კაი კაკო თქვი ისე თქმა გინდა. ამოღეს და თუ მე ისკენ მიყვავა საუბარი და აი ძალიან ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი. აი მართლა ეს სიცარიელე როგორ უნდა შეავსო და აბა გაგეცინება და ძალიან მარტივად რა. უნდა ვიკითხოთ წიგნები. ეს თუ მე ახლა მეტყვის კაცო, ეს თუ მე ისკენ მიყვავს საუბარი, რა დროს წიგნები დაიცანი, მაგრამ რა დროს კი არა, აი ძალიან მაგარია და აი ამას მე შევეცდები და ავხსნი ყველაფერს და მე გინდა დამეთანხმეთ, გინდა არ დამეთანხმეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე თუ მკითხავ, აი სიცარიელე რო შეავსო, უნდა ვიკითხოთ ბევრი. დიახ მეგობრებო, დიახ, უნდა ვიკითხოთ წიგნი. გათვლილი წიგნი და დავიწყებ ახლა მე შეძლებს დაგვარად ეს ავხსნა როგორ გამომდება. აი ყველას უკავია ტელეფონები. ავტობუსში დაждები, მეტროში დაждები, დიმიტრიზე მიხვა, სადაც არ უნდა მიხვიდეთ, ყველას უკავია ტელეფონი და ჩაკიდებულია რა, ჩაჭრილი.
ესეც ერთ-ერთი მეთოდია სიცარიელის ამოვსების, ხო? ადამიანმა არის ეს ახსნას და ჩაიხედა და იქ უყურება, ზოგი თამაშობს, ზოგი კითხულობს, ზოგი ისა და მაგრამ ვერა და ვერ ავსებს ამში, აი დააკვირდით რა, არ ყოფნის ეს ვიდეოს უყურები და არ ყოფნის და მაინც შინაგანად ძნობ სიცარიელეს. ეხა ბავშვები ეხა 2-3 წლიდან იწყებენ, მაგრამ აი ბავშვი კი არ მიდის სათამაშოდ, არამედ ტელეფონი უყავია, ხო? იგივე სიყვარულიდან როგორც ვთქვით 7-დან 14 წლამდე და საერთოდ ყველას უყავია ტელეფონი. და ესეც არის მისი სიცარიელის ამოვსების საშუალება, მაგრამ არ შველეს, იმიტომ რომ კი მიღებულობ იქიდან ინფორმაციებს, ღებულობ რაღაცებს, ღებულობ იმას, ამას. ნენერი ინფორმაციას ღებულობ, იმას, შეიძლება გამოიყენო, მაგრამ შრალია. არ არის ის არ არის. აი მაგალითად ეხლა მე მაგალითად სიტყვაზე აი ვიღაცასთან ვიც რაღაცას ვეკითხები, იმან არის უნდა გიგში ჩაიხედა, გამოიხედა, ასეთი მიპასუხა, მაგრამ საერთო ჯამში მაინც რაღაცე არ არის უკმაყოფილების ცნობა და მით უმეტეს დღევანდელი თანამედროვე იმეძახი ჩვენ თანამედროვე ცნობა, მაგრამ ადამიანები უფრო ჩაიკეტნენ უფრო იმიტომ სიცარიელეში არის, იმიტომ ვერა ამ ტელეფონმა უფრო დააშორა და უფრო ჩაკეტა და უფრო ცარიელები გახდნენ. რა ვიცი, აი მე ასე უყურებ რა, აი ტელეფონში ვინც ზის თეთრ დაღავე, ხო? ის უფრო ცარიელია. ამ დროს არც ურთიერთობა იცის თქვა მეგობრებთან. თუ მეგობრებთან ტელეფონით უკავშირდება, ცოცხალი ურთიერთობა ისიც კიდევ სხვა არის, მაგრამ ცარიელია ისიც. აი არ ვიცი ეხლა, აი ზოგი დამეთანხმება, ზოგი არ დამეთანხმება, მაგრამ ის ადამიანები არიან ყველა ცარიელები. არ ყოფით, რაც უნდა ინფორმაცია ამოიღო ტელეფონიდან, არ ყოფის ის ინფორმაცია. ეხლა ზოგი შეიძლება დამეთანხმოს, ზოგი არ დამეთანხმოს, მაგრამ კითხვას, აბა რას ვთავაზობ? ამდენი ხანი ლაპარაკობ, რას ვთავაზობ? არაფერი, მეგობრო, აი ძალიან მარტივად გეუბნებით რა. უნდა აიღო წიგნი და წაიკითხოთ. აი ყველაზე მაგარი საშუალებაა. 4-7 წლის ბავშვი ხარ და ვიღაცამ ბავშვი ვიღაცამ აწყინინა სკოლაში მარტოთ არის ადამიანი. ბავშვები ხო ჩვენ ახლა მშობლები ვართ ყველა ვიცი. მშობელმა ხო ხედავს ის აშვება ის ბავშვი ხო ადე კიდე მიეცი წიგნი. შეიძლება თავიდან ტელეფონი არ მისცი, მიეცი წიგნი და იმ წიგნში რომ აპრებს კითხულობ თუ რაღაც ამბებს კითხულობ, იმაში ჩაეფლობა. და წიგნში როგორ არის ხო? წიგნში არის შენ რო კითხულობ იმას იმ გვინთანეთად ახარ. იმ ტელეფონს რო იღებ ის რაღაც კედელია შენსა და იმას შორიდან. იმ წიგნში ცოცხლად რო კითხულობ, აი ნელა რო კითხულობ, ერთ გვერდს, ორ გვერდს, 1 საათი, 2 საათი გადმოდის და ბავშვი ისევ ხალისიანი ხდება. ისეთი ხალისიანი რომ მე თქვენ შეამჩნევთ რომ ეს ბავშვი არკორ მომენტებში შეიძლება ჩინგაჩუნგი გახდეს, შეიძლება რაღაცა გმირის როლი იყოს, ხო? აი არ გინახე, აი მე ისა ვარ, ობობა, რაღაცა აი მოსდევს რა და ის წიგნიდან ამოღებული ემოციით უფრო იმუხტება და იწყებს რაღაცნაირად მოქმედებას. რა მოხდა მეგობრო სინამდვილეში? ის სიცარიელე აქვს. აი შენ რო ის წიგნი არ მიგეცა, შობეს რო არ მიეცა ის წიგნი, ის ბავშვი ან ტელეფონში ახედავდა და იმას რაღაცნაირად ამ სიცარიელის მომენტს რო შეეჯახებოდა, აი ეს შეჯახები რაღაცნაირად გაატარებდა, მაგრამ წიგნი ამას უსწრებს და იმ ზღაპრის გმირი ხდება, ზღაპრის ამბების მომყოლის გმირი და აი მე ასეთი ბავშვი დააკვირდით, აი რო თამაშობს ბავშვი უფრო აქტიურია და უფრო ცოცხალია და უფრო შემოქმედია და ასე ვთქვათ უფრო კრეატიულია. ესე იგი სიცარიელის მომენტი აივსო იმ ბავშვს. ეხლა მშობელი ხარ და უყურებ რომ 17-18 წლის ბავშვი ხარ და რაღაც უკმაყოფილება მეგობრებზე რაღაცა ნაწყინი რაღაცა. და შენ ხო გინდა რომ დაეხმარო ხო მშობელი ხარ და ამ დროს უნდა რაღაცა ტექნიკურად აი წიგნი აი მაგრამ მეგობრობის შესახებ მიეცი რემარკი 3 მეგობარი 3 მუშკეტორი შეიძლება თავიდან არა იყოს ისევ ტელეფონისკენ წავიდეს მაგრამ უთხარი აი ძალიან ხო წაიკითხე და დამიჯერეთ მეგობრობა ის რომ ჩავა ის რომ შეცვლილია და ის გარკვეული დროის შემდეგ ის იმდენად ტკივნეულად აღარ მიიღებს რაღაც მეგობრისგან გაცილებას და დაშორებას აი მოშინჯე ჩობლები ხო ხარ და ხო გეყოლა 17 რა ვარიანტი არ არის სიმართლის ზომა ყოველთვის არის განსაკუთრებით აი ესა
ახლა შეურაცხყოფას კი არ ვაკეთებ, აი სხვა ამ სუქანი გოგოები და იქ ლამაზი გოგოები და ლამაზი გოგოები სუქან გოგოებთან არ მესე, იმიტომ სუქან გოგოებს კომპლექსები აქვს და აი სუქანი ვარ ისა და იმ ბიჭს არ მოუწონა არ ბიჭო და ნერვიულობს და ამ დროს შობერმა რა უნდა მიეცი ისეთი მერი პოპენსის მოთხრა აი რაღაცა წიგნები ხა უშუალოდ ვერ ვიხსენე მიეცი და ნახეთ როგორ შეიძლება ის როგორც ვთქვათ სუქანი გოგონა რომელიც იმაზე ნერვიულობს მე სუქანი ვარ და იმათთან შედარებით ჩამორჩენილი ვარ და რაღაცას ფიქრობს სისულელე ვერ ვკითხო მაგრამ იცვლება კარდინალურად იმ წიგნი მაღაზია იმოქმედებს ძალიან საინტერესო მომენტია იმ მეგობრებო 20-დან 30 წლამდე როგორ პროფესიონალი უნდა გახდეს ხო რაღაც სფეროში და კითხულობ ამ წიგნებს ხო პროფესიონალურ წიგნებს ხდები ვითომ პროფესიონალი მაგრამ მაინც არ ყოფნის რა რაღაცა და ამ დროს შეხო ხედავ ხა შორიდან და უნდა აი ამ 20-დან 30 წლის ახლა კაცია ფაქტიურად მაგრამ აქ ეს პროფესიონალი აი ეს ლიტერატურის წიგნი აი მანდ უკვე ძირითადად მებრძოლი ტიპების აი სამსახურიდან რომ გამოგდებიან 1000 წიგნებია აი მაგალითად ვიქტორ ჰიუგოს გარიყულნი უნდა მისზე და დაიმუხტება დოსტოევსკის როგორ ითქვა ისინი მე გეტყვით როგორ ის აი ესეთი მებრძოლი მაგალითად შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ აი ეს ნათლი მამა მიუზევსი იმიტომ რომ ეს ისეთი ასაკია იბძი ხო იქ რაღაც სამსახურებში მიდიხარ შენი ის უნდა დაიკავო აი მაფიოზური კი მაგრამ აი ხა ნათლი მამა ჯეკ ლონდონის მოთხრობები გეილი მარტინ იდენის ეს ყველაფერი მუხტავს და აი 20-25 წლამდე ის ასაკი იმ სიცარიელეში რო იქნებს ამათ შეავსებ და უკვე ტიპი ცოცხდება და უკვე უხარია რა და აი იცვლება ადამიანი რა მე 35-დან 50 წლამდე აქაც გარდამტეხი მომენტია ახლა წამოდგინე შენ სიტყვაზე შეიძლება 45 წლის კაცი ცხოვრებაში წარმატებას ვერ მიაღწიებს ხო და მე უკან იხედები და იქ ცოლი გებუზღუნება იქ შვილები გებუზღუნება და ნუ აღარ იცი რა ხა მიდიხარ სვავ და რაღაც ან შეიძლება ნარკოტიკები დაიწყო მაგრამ რატო და მიეცი ფილოსოფიური წიგნები იმიტომ რომ ამ პერიოდში ყველაზე მეტად ადამიანი ფიქრობს რა არის ჩემი ცხოვრება ის თვალობ რა იყო ესა მაგრამ ფილოსოფიაში რო ჩახვალ ათაზე ახლა სოკრატენა დაწყებული პლატონიდან და რავი თველის წაიგეხე ნიცე უცბად შეივსები და ისევ შენი აზრში მოხდა და რა თქმა უნდა აი ძალიან მაგარია მე უკვე 50 წელს რო გადაცილდები იქაც არის მომენტები და იქაც ბევრი წიგნებია ახლა ასე უცბად ვერ ჩამოვყალიბდები ალბათ ამ თემაზეც ვილაპარაკებ 50 წელს რო გადაცილდები ხო უკვე ფიქრობ შენ ცხოვრებაზე შენ მაგრამ ისეთი წიგნები უნდა მისცე რომ 50 წლის შემდეგ 60 წლის შემდეგ არიან ადამიანები რომელსაც წარმატებას მიაღწიეს ხო რამდენი ბიზნესმენია რომ ახალგაზრდობაში არაფერი და 40-60 წლის შემდეგ წასულან წინ ესეც მუხტავს მაგრამ ლიტერატურა აი ესეთი წიგნი უნდა მისცე რომ კაცი რომ დაიწყებს კითხვას იმასთან ერთად ავტორთან ერთად უნდა იყოს იმიტომ რომ ის ავტორს უკვე ნაფიქრა და ის ენერგია შენზე გაგოდის და იმ სიცარიელეს ავსებს რომელიც იმ პერიოდში შენ გარშემო ტრიალებს რა ცოტა ეს ისეთი ვიდეო გამოვა მაგრამ მგონი კაი რაღაცას ვამბობ და მე უკვე 60-65 წელს რო გადაცილდები და ახლა თუ თავი დროზე შენ გაიაზრე რა არის სამყარო რა არის ისთვის ახალ ამოსული უკვე მიადგები რელიგიურ წიგნებს აი თუ რელიგიური წიგნები ახალგაზრდობიდან ჯობია წაიკითხო მაგრამ ხო არის ადამიანი რომ ვერ კითხულობ აი მაგალითად სოფლებში როზია მთელი დღე ასე მოხუცებ და არ იცია რა გააკეთო უნდა უთხრა წაიკითხე ის წიგნი და შეისება და საერთოდ ჩემს არამატორი და ამ თვითონ წიგნი ამის საშუალებას მოგცემს ხოდა აი მე თქმა მინდოდა მეგობრებო აი ამდენი ვილაპარაკე რომ ადამიანი ოთოს ეს არ არის კი 1000 სიტუაციები ხდება 1000 არაფერი მაგრამ შენ რო წაიკითხავ შენ მე შეიძლება ეხლა ადამიანს უჭის და მე როგორც მეგობარი მივიდე და რაღაც 1-2 სიტყვა უთხრა და ან დავაწყნარო და დავამშვიდო არა ძმაო უნდა აიღო წიგნი და ის წიგნი ისე დაგამშვიდებს ისე დაგაყენებს ისეთ იმაში მოგიყვანს მდგომარეობაში აი ხშირად არის ხოლმე რომ ადამიანი ხო ეხა ცხოვრობს და ყავს მამა ყავს და ყავს ნათესავები ყავს და
ახლო ადამიანი შეიძლება წავიდა ამ ცხოვრებიდან, ну განსაკუთრებით აი დედა რომ მიდის, ან მამა უფრო დედა რომ მიდის და ადამიანებს სტრესში ვარდებიან. და უკვე რა ხნა? კი, მე მივარ და ავასყარ დავამშვიდე, მაგრამ არის მაგათო უცხოს რომ მიიტანს და სარტრის მოთხრობას, ან რამდენი რომანებია, სადაც ეს აღწერილია, ეხლა უცბად ვერ ვიხსენებ. აი ეს უნდა წაიკითხო და გამოვა და ის შეავსებს იმ სიცარიელეს. დედის სიკვდილის, მამის ან ახლობლის სიკვდილის განსაკუთრებით ახლა ძალიან მტკივნეულია მეუღლის წასვლა. ნუ ავიცი, მე და ძალიან ბევრი ამხანე მეგობარი მყავს, რომელსაც მეუღლები წასულებიან და მართვარია. კი, შვილები წარ, შვილები, მაგრამ მეუღლე ხო იცი როგორია, აი მეუღლე, ორი მეუღლე ერთი რომ მოშორდება, ძალიან მტკივნეულია, მაგრამ რა ქვია, ხო არის, ამიტომ არის ციგნები უნდა წაიკითხო. ნუ ამაზე ახლა მე ასე არ ჩავდება, შემდეგში მე მოვემზადები სიტყვაზე, თუ ჩვენ შევხვდით და რაღაცა აი მე იმ ციგნებს შემოგთავაზეთ, რაღაც ყველა სიტუაციაში არის სპეციალური ციგნი. სპეციალური კი არის პროფესიონალური, აი იმენა ლიტერატურული ციგნი, რომელიც ამ ყველა თემას ეხება რა. და ზოგადად ყველა თემაზე არის რაღაცა ციგნი დაწერილი. და მე იმას კი არის სპეციალისტების სპეციალური ციგნი კი არ უნდა წაიკლო, არ უნდა წაიკლო ლიტერატურული ციგნი, სადაც ადამიანის ნებები, ფიქრები, ცნობები, ეს ყველაფერი ასახულია და ამ პერიოდში ადამიანი რაღაც ტკივილს რო გრძნობს და ცარილად რო გრძნობს თავს. აი ციგნი, ის აკითხული და ის გაგებული ამბები, რაც იმ ციგში ხდება, შეავსებს იმ სიცარიელეს და ადამიანი კარგად იგრძნობს თავს და კარგადიან ძალიან მაგრა იგრძნობს თავს და უკვე არც სიკვდილზე ფიქრი შეეშინდება, არც წასული რაღაც შეცდომების, არც არავის იქნება უკმაყოფილო და იქნება ბედნიერი. თქვენი ცოდო მე სიტყვა შევა არავის არ ურჩევ, მაგრამ დამიჯერეთ რა, დამიჯერეთ. რაღაცა გარკვეული პერიოდში, რაღაც გარკვეულ სიტუაციაში ადამიანი რო ვეგრძნოს სიცარიეს რო გქნათ თავს, აიღეთ რაღაცა ციგნი, ან მეზობელს ექნება, ან თქვენ გექნება და იმის შესახებ წაიკითხეთ და შეავსეთ ამას ყველაფერს. იმ სევდასაც გაგიქარწყლეთ, იმ უიმედობასაც, იმ რაღაც ყენებსაც და იმ რაღაცებს, რომელიც სამწუხაროდ ყველა ადამიანს მოხდება ცხოვრების განმავლობაში. აი მე თქმა მინდოდა მეგობრებო, შეიძლება გას უცნაური ვიდეო იყო, ვიდეორგოლი, მაგრამ მე ჩემი სათქმელი თქვი და ჩემებურად თქვი რომ სიცარიელე რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ნებისმიერ ასაკში ადამიანს მოყვება, სევდაში რო არ გადავიდეს, რაღაც ტკივილებში რო არ გადავიდეს, იკითხეთ წიგნები და წიგნები შეგვისვათ ამ ადამიანს, ყველაფერი კარგად იქნება. დამიჯერეთ. კარგი თემა მეგობრებო, რა დაგალოთ, მაგრამ გონი კაი თემა იყო რა. წაიკითხეთ წიგნები და თქვენ კიდევ გავაგრძელოთ რა, ვიფიქრეთ და თუ რაღაცა კიდევ აზრები მომივიდა, გაგიზიარებთ თქვენ ამ ჩემ აზრებს და ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი ლამაზად იქნება, თუ ჩვენ ვიქნებით ღმერთთან, ყვებით ღმერთისას და ის ყოველთვის ჩვენთან არის და ის უნდა გვეშინოს. კარგი თემა მეგობრებო, სიცარიელე რო ამოვავსებთ, წაიკითხეთ წიგნები. აი ესე იქნებით. კარგად მომავალ საინტერესო ვიდეოებში შევხვდებით. იმედი